განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. Ჩვენს წინა საუბრებში შევეხეთ რამდენიმე საღვთისმეტყველო ტერმინს, რომლებიც ქართული საეკლესიო ენის უადრეს ეპოქას გვიცოცხლებს. ალბათ ამ კუთხითვე უაღრესად საყურადღებო უნდა ჩანდეს ისეთ ძირძველ ტერმინზე დაკვირვება, როგორიც არის ყველასთვის კარგად ცნობილი ბუნება. როგორც არსებასთან დაკავშირებით აღნიშნავდით, წინა საუბარში რომ განვიხილეთ, რომ თითქმის შეუძლებელი ჩანს წარმოვიდგინოთ ჟამი ქართულ ენაში, რომ ეს ტერმინი არსება, ჯერ კიდევ არ ფიგურირებდა, არ ვლინდებოდა, ამგვარადვე შეიძლება ითქვას ტერმინ ბუნებასთან დაკავშირებით. ალბათ შეუძლებელი ჩანს პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში წარმოდგენა ისეთი ჟამისა, როდესაც ქართულ ენაში არ არსებობდა ტერმინი ბუნება. მაგრამ იგივე ძეგლი, იგივე თარგმანი სევერიანე გაბალონელის 6 დღეთა ისა ჩვენ ამგვარ ეპოქას გვიცოცხლებს. საქმე ის გახლავთ, რომ სევერიანეს აღნიშნული შრომის ბერძნულ ტექსტში ქართული ბუნების ბერძნული ეკვივალენტი ფიუსის გვხვდება ძალიან ხშირად. თუ არ ვცდებით, თუ კარგად გვახსოვს, დაახლოებით 30 შემთხვევაა. ბერძნული ფიუსის არის ის ტერმინი, რომელიც უცვლელად ქართულად ითარგმნება როგორც ბუნებაი. ტერმინების ფიუსის ბუნებაი შესატყვისობა გამოკვეთილი გახლავთ მე-5 საუკუნის მეორე ნახევრიდან. აურა ამ მხრივ ყველაზე მეტი მონაცემი გვაქვს. უფრო მეტი მონაცემი, ვიდრე წინა საუბრებში განხილულ ტერმინებთან დაკავშირებით. იქნება ეს ტერმინი მხოლოდ შობილი, იქნება ეს ტერმინი არსება, ან და ერთარსება თუ სხვა. იმიტომ რომ ბუნება ძალიან ხშირად ხმარებული ტერმინი გახლავთ ბერძნული ფიუსის, ის გვხვდება ძველ აღთქმაში, ახალ აღთქმაში, ესე იგი საღვთო წერილი წიგნებში, რომლებიც ყველაზე ადრე ითარგმნა საზოგადოდ ქართულად, გვხვდება იმ ტექსტებში, რომლებიც ხანმეტი ფრაგმენტებითაა მოღწეული, მრავალ თავებში არის აურაც ხელ შემთხვევაში ტერმინი ფიუსის და მისი შესატყვის ქართული ბუნება, ჰიმნოგრაფიულ, ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში და სხვა. ჯერ აღნიშნავთ იმას, რომ ახალი აღთქმის წიგნებში გვაქვს საკმაოდ ხშირად 20-მდე შემთხვევა ბერძნული ფიუსისა, ყველა შემთხვევაში ქართულად მის შესატყვისია ბუნება, ყველა რედაქციაში. ეს ადასტურებს იმას, რომ უძველეს თარგმანშივე ახალი აღთქმისა ჩვენ შესატყვისად ქონდა ბუნება. იგივე შეიძლება ითქვას მრავალ თავებში დაცულ ჰომილიებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ხანმეტი მრავალთავის ფრაგმენტებთან დაკავშირებით, სადაც ტერმინი ბუნებაი გვხვდება, მაგალითად, ერთ-ერთი ფრაგმენტი გვახსენდება კიდეც, ხუფროის ბუნებისახ კრთებოდა. აქ ბუნება ორიგინალში ფიუსით არის გადმოცემული. შესაძლოა მსმენელს გაახსენდეს ამ შემთხვევაში შუშანიკის წამებაც, სადაც დღეისათვის ცნობილი ტექსტის მიხედვით ორგზის გვხვდება ბუნებაი, რომელი იგი ბუნებითი ცოლიარ და შვილნი იგინით ამოვაქცინე, როგორც ვარსქენი აღუთქვამს სპარსეთის მეფეს და მეორე გზის, როდესაც იმავე ვარსქენს შუშანიკისგან დაბრუნებული მისგან მიგზავნილი პიროვნება ეტყვის ნურას ფიცხალსა სიტყვასა ეტყვი, რამე თუ დედათა ბუნება იწრო არს. ჩვენ ამ კონტექსტებზე სხვა დაკვირვება გვაქვს, ამას ამ შემთხვევაში არ შევეხებით, რას უნდა ნიშნავდეს აქ ტერმინი ბუნება და იქნებოდა თუ არა თავდაპირველ ტექსტში, ეს ზემოაღნიშნულ მონოგრაფიაში დაძულებით გვაქვს განხილული, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვით, რომ მე-5 საუკუნის მიწურულიდან ტერმინ ბუნების არსებობა ქართულ ენაში არის აბსოლუტურად უეჭველი. ამის, ასე ვთქვათ, ქრონოლოგიური დადგენა იმითაც შეიძლება, რომ თუნდაც მაგალითად ევსტათი მცხეთელის მარტვილობა, რომელიც მე-6 საუკუნის 50-იან წლებშია დაწერილი, ტერმინ ბუნებას ფიუსისის მნიშვნელობით სრულიად გამოკვეთილად შეიცავს, რომ არაფერი ვთქვათ, კვლავ აღნიშნავთ ახალი აღთქმის წიგნებზე, ყველა რედაქციაზე ახალი აღთქმის წიგნების ძველი ქართული თარგმანებისა, ისევე როგორც მრავალთავების ტექსტებს, მათ შორის ხანმეტი მრავალთავის. ხანმეტი მრავალთავი მე-5 მე-6 საუკუნების ტექსტებს შეიცავს. ასეთ დროს, როდესაც განსხვავებულ ვითარებას ვაწყდებით, რა თქმა უნდა, კვლავ ქრონოლოგიურ უადრესობაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ესე იგი, ტრადიცია ერთია მე-5 საუკუნის შუა წლებიდან დაწყებული, დღემდე ბერძნული ფიუსის ყველგან უცვლელად და აურაცხელ შემთხვევაში ქართულად ითარგმნება როგორც ბუნებაი. ბერძნული ფიუსის ქართულად გადმოიცემა როგორც ბუნებაი. და როდესაც განსხვავებულ ტრადიციას, განსხვავებულ ტერმინოლოგიურ მონაცემს ვაწყდებით, რა თქმა უნდა, მას ამ ეპოქის მიღმა დავსახავთ და რამდენადაც ეს ერთი ეპოქა, ერთი ხაზია მე-5 საუკუნის შუა წლებიდან დღემდე, განსხვავებული მოვლენა მე-5 საუკუნის შუა წლებზე უწინარესი უნდა იყოს. რა არის ეს განსხვავებული მოვლენა? აღნიშნავდით, რომ სევერიანე გაბალონელის შრომის ბერძნულ ტექსტში ფიუსის ხშირად გვხვდება, დაახლოებით 30-მდე შემთხვევაა თუ არ ვცდებით, და არც ერთ შემთხვევაში ქართულად ფიუსის გადმოტანილი არ გახლავთ როგორც ბუნებაი. მაგალითების ნაწილში დაახლოებით აქ თანაბარი რიცხვია,
თქვათ ასე პირობითად 15-16 შემთხვევაში შესატყვისი არის ტერმინი სახე და დაახლოებით ამდენივე შემთხვევაში შესატყვისი გახლავთ ტერმინი წესი. მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ბუნებայի. აი ამგვარი ვითარება, რომ ბერძნული ფიუსის ჯერ კიდევ არ გადმოიცემა ამ თარგმანის შესრულების ჟამს ტერმინით ბუნებայի, რა თქმა უნდა ჩვენ მას გვაფიქრებინებს და ჩვენს ყურადღებას იქითკენ მიმართავს, რომ თარგმანის შესრულების ჟამს ქართულ ენაში ტერმინი ბუნებայի ჯერ კიდევ არ არსებობდა. საკუთრივ ბუნება რა ტერმინია? ბუნების საფუძველი კარგად არის ცნობილი, რომ ფუძისეულად ესაა სუფიქსირებული ფორმა სიტყვისა ბუნი, რომელიც არის საკუთრივ ფალაური სიტყვა, საშუალო სპარსული სიტყვა, ის გვხვდება სომხურშიც და სომხურშიც ძალიან დიდი გამფენა მიიღო ამ ძირმა ბუნმა, ბნაგ, ზეცართავის სახელი, ბნუციუნ, ისეთივე სუფიქსირებული როგორც ქართული ბუნება და სხვა. საკუთრივ ბუნი ნიშნავს თუ არსებითი სახელის მნიშვნელობითაა გამოყენებული საფუძველს, საძირკველს, შიგთავს, ძირეულს, მაგრამ ძველ ქართულში ის ძალიან ხშირად ხდება აგრეთვე ზეცართავის სახელით. ეს მნიშვნელობით ბუნსამას ქვეყანას, ესე თავდაპირველს, ძირეულს, თვისობრივს ნიშნავს ბუნი. აი ამ ბუნის სუფიქსირებული სახეა ბუნებაი. ისე როგორც აუშვეთ სომხურში გვაქვს ასევე სუფიქსირებული ბნუთიუნ. ბნუთიუნ სომხური ისევე ადეკვატური ბერძნული ფიუსისისა, როგორც ქართული ბუნებაი. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სუფიქსირება ფალაური ბუნისა თითქმის ერთდროულად ხდებოდა და მიმდინარეობდა სომხურ ქართულში. უადრეს პერიოდში მოგეხსენებათ მე-4-მე-5 საუკუნეებში ქართულ-სომხური საეკლესიო თანამშრომლობა აქტიური იყო, ვიდრე სომხები ჯერ კიდევ განდგომილნი არ იყვნენ მოძღვრებითად, აღსარებითად, მართლმადიდებლური, დიოფიზიტური, ქალკედონური მოძღვრებისგან, როდესაც ისინი ქალკედონის კრებას დაუპირისპირდნენ და განუდგნენ ქართულ-სომხური საეკლესიო კავშირი, რა თქმა უნდა, შეწყდა. გარკვეულ შემთხვევებში ეს ურთიერთობანი გრძელდებოდა, მაგრამ კავშირი, რასაც ქვია, გაწყდა და შემდეგ განხეთქილება სახეზე იყო, რასთან დაკავშირებითაც მოგეხსენებათ სპეციალური შრომაც დაიწერა არსენ საფარელისა განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა. ეს შრომა რამდენჯერმეა გამოცემული, სხვათა შორის ვფიქრობთ კიდევ საჭიროებს გამოცემას, იმიტომ რომ უაღრესად საყურადღებო ინფორმაციის შემცველია. და ვიდრე განხეთქილებამდე მე-5 საუკუნის შუა წლებამდე თანამშრომლობა ქართულ-სომხური საკმაოდ აქტიური იყო, ასე დროს მათ შორის ტერმინოლოგიური პარალელიზმი სავსებით მოსალოდნელია, მაგალითად ისეთი ტერმინი როგორიცაა ნივთი, სომხურშიც არის და ქართულშიც ერთი და იმავე შინაარსით. იგივეა ამ შემთხვევაშიც ბუნება და ბნუთიუნ. და ფიქრობთ, რომ ფალაური ბუნის სუფიქსირება თითქმის ერთდროულად მიმდინარეობდა სომხურ ქართულში. სომხურშიც შესაძლებელია ჩვენი აზრით იმ ეპოქის გამოყოფა, როცა ბნუთიუნი არც ამ ენაში არ არსებობდა. და როცა ბნუთიუნის მნიშვნელობით ჩვეულებრივ გამოიყენებოდა უფრო გავრცელებული ყოფითი სიტყვა ბარქ. მაგრამ ამ შემთხვევაში ქართულ ენასთან დაკავშირებით ამის თქმა სრულიად უეჭველია, რომ ბუნებაი, როგორც ბუნისგან ნაწარმოები ფილოსოფიურ საღვთისმეტყველო ტერმინი მე-5 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს ქართულ ენაში და მანამდე ის სრულიად უცნობია. ამ ფაქტს გვიდასტურებს ჩვენ სწორედ სევერიანე გაბალონელის აღნიშნული ტექსტი, იმიტომ რომ ძალიან ძნელია წარმოვიდგინოთ ასე საყოველთაოდ გავრცელებული ტერმინი, ამ დროს სრულიად ადეკვატური შესაბამის ბერძნულ ტერმინთან ფიუსისთან არსებობდეს ასეთი ტერმინი და მთარგმნელმა ის ერთხელაც არ გამოიყენოს. ამის წარმოდგენა არათუ ძალიან ძნელია, აბსოლუტურად შეუძლებელია. გამორიცხულია პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სევერიანე გაბალონელის 6 დღეთა ის ქართველ მთარგმნელს სოდნოდა ტერმინი ბუნებაი და დაახლოებით 30 შემთხვევიდან არც ერთხელ არ გამოიყენებინა იგი ბერძნული ფიუსისის შესატყვისად. გამოიყენებინა მის ნაცვლად ან სახე, ან წესი. მაშინ როცა სახე და წესი გაცილებით უხერხული შესატყვისებია ფიუსისისა, ვიდრე ბუნებაი. ბუნებაი იმდენად ადეკვატურია ბერძნული ტერმინისა, რომ ფაქტობრივად მათ შორის შეგვიძლია ვთქვათ იგივეობის ნიშანი დაისმის ბერძნულ ფიუსისსა და ქართულ ბუნებას შორის. ამას ვერ ვიტყვით ქართულ ტერმინებს სახესა და წესს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ბერძნულ ფიუსის შორის მიმართებაზე. იმიტომ რომ გარკვეული აზრით, რა თქმა უნდა, ტერმინების სახეც და წესით შეიძლება იტევდეს ბუნების ფიუსისის და ანუ ბუნების შინაარსს, მაგრამ არის შემთხვევები, სადაც ისინი ერთი მეორეს უპირისპირდებიან და მათი გამოყენება თითქმის შეუძლებელია. და ასეთ შემთხვევებშიც, რომ ხსენებულ თარგმანში მხოლოდ სახე და მხოლოდ წესია გამოყენებული, რა თქმა უნდა, იმ ერთადერთი დასკვნისკენ გვიბიძგებს ჩვენ, რომ სევერიანე გაბალონელის 6 დღეთა ეს ქართველი მთარგმნელისთვის ჯერ კიდევ უცნობია ტერმინი ბუნებაი. და ეს უცნობობა, ანუ არარსებობა ტერმინ ბუნებისა მისგან
შევსებულია ამ ორი შესატყვისით, სახე და წესი. ჯერ ის უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ერთი ბერძნული ტერმინი, არადამკვიდრებული ტერმინი ორი ტერმინით არის გადმოცემული, ეს სიმპტომია იმისა, რომ თარგმანის ენა ტერმინოლოგიურად ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის. იმიტომ რომ ერთცნებითობისკენ სწრაფვა, ერთშესატყვისობისკენ სწრაფვა საზოგადოდ არის დამახასიათებელი ტერმინოლოგიური პროცესისთვის. ასეთი ერთშესატყვისი სწორედ უნებაა ბერძნული ფიუსისისა. ამ დროს თარგმნელი როდესაც ორ სხვადასხვა სიტყვას და ამავე დროს ძალიან ნაკლებ მოსახერხებას ფაქტობრივად უაღრესად უხერხულს ზოგ შემთხვევაში ცალკეულ კონტექსტში იყენებს, იმავე ფიუსისის შესატყვისა და გვერდსულის უაღრესად ზედმიწევნით სიტყვას ბუნებას, ამ უკანასკნელის არ არსებობა ქართულ ენაში იმ დროისათვის სრულიად თვალსაჩინოა. ამდგან ამ ხრივაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არქაული ვითარება არის დაცული, რომ ფიზიკის მნიშვნელობით უადრესებო ფიუსის სწორედ ფიზიკას ნიშნავს, აქედან მომდინარეობს ტერმინი ფიზიკა, ფიზიკის მნიშვნელობით ქართულში ვიდრე ტერმინ ბუნებამდე გამოიყენებოდა ცნებების საზოგადოდ კარგად ცნობილი, მაგრამ ამ შინაარსით ნაკლებ ცნობილი ტერმინები, როგორიცაა სახე და წესი. საგულისხმო გახლავთ, რომ რამდენადაც ეს მხარე დოგმაც არ ეხება, შესაბამისად სახეს და წესის გამოყენება ბერძნული ფიუსისის შესატყვისად შედარებით უფრო შენარჩუნდა ქართულ ენაში, ვიდრე წინა განხილული ტერმინებისა, ვიდრე დაუშვოთ საუნჯისა არსების მნიშვნელობით, ვიდრე მხოლოდ ყოფილისა, მხოლოდ შობილის მნიშვნელობით და სხვა. ამ შემთხვევაში სახე და წესი უფრო გამოყენებადი არ შეიცავს დოგმატურ ცნობილებას. ამიტომაა, რომ ჩვენ ვხედავთ ძეგლებს, გარდამავალ ძეგლებს, რომლებიც შესაძლოა გვიმჟღავნებდეს იმას, რომ შემოვიდა მართალია დამკვიდრა ქართულში უკვე ტერმინი ბუნება, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამქრალა არ სახე და წესი ბუნების მნიშვნელობით. საზოგადოდ ბევრი ძეგლი შეიძლება ამ ხრივ გადათარიღდეს. ყოველ შემთხვევაში მე-5 საუკუნის მიწურულზე უფრო გვიან ტერმინები სახე და წესი და განსაკუთრებით სახე ტერმინოლოგიურ შესატყვისად ბერძნული ფიუსისისა უკვე აბსოლუტურად შეუძლებელია რომ არსებობდეს. იმიტომ რომ შემოვიდა ბერძნული ფიუსისის აბსოლუტურად ადეკვატური ბუნებայի და იმან ამ ტერმინო მოკლე ხანებში მთლიანად დაიმკვიდრა ადგილი. ამის საფუძველზე მაგალითად ჩვენ შეიძლება გადაგვეთარიღებინა ისეთი უმნიშვნელოვანესი ტექსტი, როგორიც გახლავთ ცნობილი ფიზიოლოგი, ანუ სახისმეტყველი. ასეთი ძეგლი ქართულ თარგმანს გულისხმობთ, რა თქმა უნდა, მიიჩნეოდა, რომ ეს ძეგლი სახისმეტყველი, რომელიც დაცული არის სახელგანთქმულ შატბერდის კრებულში და გამოცემულია, მიიჩნეოდა, რომ ეს ტექსტი მიეკუთვნება მე-8 საუკუნის მიწურულს, ანუ მე-9 საუკუნის დამდეგს. ანუ ესე იგი თარგმანი ამ სახისმეტყველისა, ბერძნული ფიზიოლოგის ქართული თარგმანი სახისმეტყველი, ასეთ სახელწოდების ძეგლი, ანუ თვითონ ძეგლში მას ეწოდება მხეცთათვის სახისა სიტყვაი. აი ეს ძეგლი მხეცთათვის სახისა სიტყვაი ქართული თარგმანი მიიჩნეოდა მე-9 საუკუნეების მიჯნაზე შესრულებულად. მაგრამ ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის უეჭველი ფაქტი, რომ ჯერ თვითონ სათაურში ფიზიოლოგი, ანუ ბუნების მეტყველი ითარგმნება როგორც სახისა სიტყვაი, ანუ ფიუსისის ბუნების შესატყვისად გვაქვს სახე და იგივე ვითარება მთელი ტექსტის მანძილზე. აურაცხელ შემთხვევაში მოხმობილი ტერმინი ფიუსის ამ ძეგლში ყველგან თარგმნილია როგორც ან სახე, ან წესი, რაც მის უადრესობას კერძოდ დაახლოებით მე-5 საუკუნის შუა წლების თარგმანად განსაზღვრას გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ ამაზე გვიანდელ თარგმანად ამ ტექსტს ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიჩნევთ. მრავალი სხვა ძეგლიც შეიძლება ამ კუთხით გადათარიღებულიყო და შესაბამისად გამოგვეყო ძველი ქართული თარგმანებიდან, ძველი ქართული ტექსტებიდან ის ფენა, რომლებიც მე-5 საუკუნის პირველ ნახევარს და მე-5 საუკუნის შუა წლებს განეკუთვნება. იმიტომ რომ ამაზე გვიან კვლავ აღნიშნავთ, ბერძნული ფიუსისის ტერმინოლოგიურ შესატყვისებად სახე და წესი ქართულ ენაში აღარ არსებობს და საკმაო რაოდენობა ჩნდება ამგვარი ტექსტებისა, როგორც ერთი მთლიანობისა, სადაც ქართული საეკლესიო ტერმინოლოგიის უადრესი სახე ისევია შენარჩუნებული და დაცული, როგორც სევერიანე გაბალოვნელის 6 დღეთა ის ჩვენს მიერ ხშირად ხსენებულ ქართულ თარგმანში. გმადლობთ ყურადღებისათვის.